მოკლედ, საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის. ქალბატონ ნინო, თქვენ უდიდესი გამოცდილება გაქვთ ორმხრივი ურთიერთობების, გულისხმობ საქართველოს და ევროპასთან, როდესაც ძალიან დაახლოებული იყო. თქვენ ძალიან დიდი დამსახურება, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თქვენი როლი უმნიშვნელოვანესი იყო და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა თქვენი ანალიზის მოსმენა საზოგადოებისთვის. ყველაზე უფრო მეტად რას შეიძლება ველოდეთ და მეორე კითხვა მქონდა, მაგრამ აქვე კითხავთ, რას ნიშნავს ახლა ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში? მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მოლოდინებზე რომ ვისაუბროთ, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ამ შემთხვევაში ყველა მოთამაშეს რა мотиваცია აქვს და ჩვენ გვესმის რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს мотиваცია რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომის ცხელი ფაზა, შეწყდეს ცხელი დაპირისპირება და შემდგომ გადავიდნენ უკვე ზავის სხვა ეტაპზე. ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტზე შესაბამისად უკრაინის მხარეს სურს რომ ცხადია ომი დასრულდეს, მაგრამ დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიებით და მესამე მხარეს, რომელიც ამ შემთხვევაში არის აგრესორი მხარე, ვლადიმერ პუტინს სურს რომ ეს ომი არ შეწყდეს. არ შეწყდეს მანამდე, ვიდრე მის მიერ დაყენებული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამიტომ ეს რაღაც ფორმულა იმთავითვე ჩიხურ ვითარებას ქმნის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ და მათ შორის სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპელ ლიდერებს, რომლებზეც ახლა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ოდნავ უფრო განყენებული პოზიციები დაიკავა, რა როლი ექნება ნატოს ამ ომში, თავდაპირველი შეფასებები ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, სიმძიმის ძალა მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით გადმოიწია ევროპაზე, ამიტომ ევროპელ ლიდერებს ახლა აქვთ არამხოლოდ პასუხისმგებლობა, რომ ამ პროცესში მონაწილეობდნენ, არამედ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის შედეგები, თუ როგორ დასრულდება ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ეს ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე, ეს ორი მიმდინარეობს უშუალოდ ევროპის საზღვარზე და ამავდროულად და ამასობაში ევროპის ყველა ლიდერმა გააცნობიერა, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინისთვის, ისე როგორც 2008 წელს ეს არის ომი საქართველოსთვის, ან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის რუსეთის ომი დასავლეთის წინააღმდეგ და იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება უკრაინისთვის სასარგებლო და შესაბამისად ევროპისთვის სასარგებლო პირობებით, ეს მომავალში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას და რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ უშუალოდ ევროპულ უსაფრთხოებას და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ანგარიში, რომელიც როგორც ბრიტანეთში, ისე გერმანიის სადაზვერო სამსახურების მიერ გამოქვეყნდა, სადაც ისინი ღიად ამბობენ, რომ საბოლოო სამიზნე არის დასავლური ღირებულებები და უშუალო სამიზნე საბოლოოდ შეიძლება გახდეს სწორედ ბერლინი და პარიზი და არ შეჩერდეს ეს ომი კიევში. ამ საფრთხეს თქვენ რასაც ახლა ამბობთ, პირველი ვიზიტის დროს, როდესაც ზელენსკი, ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ, შეიძლება ასე ვიკითხოთ, რომ ევროპელი ლიდერები მაშინ ესეც ხადად ვერ აცნობიერებდნენ, ამიტომ ახლა მათი იქ ყოფნა იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ცხადია, ამასაც მიუთითებს და თან თითქოს ერთგვარი კონტროლი იქ, რომ ზელენსკი ტრამპის ის შეხვედრა, რომელიც ისტორიულად ძალიან ცუდი იყო, ის აღარ გამეორდეს, შეიძლება ესეც ვიფიქროთ? ხო, ალბათ ორი რაღაც უნდა ვიფიქროთ. პირველი, თავის გადაზღვევა, სწორედ იმ მოცემულობისგან, რომელიც ტრამპის და ზელენსკის პირველი შეხვედრის დროს შეიქმნა, რომელიც ევროპელებმა უშუალო გამოწვევად მიიღეს და მეორე ის, რომ უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროპული და ევროპა უყურებს ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, დამოუკიდებელ შეხვედრას პუტინთან, როგორც აგრესორთან, როგორც არასასრულ შეხვედრას და ამიტომ ახლა რაღაცნაირად გადაზღვევის რეჟიმშია, რომ ზელენსკისთან შეხვედრა არის არამხოლოდ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც მან შეიძლება მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების პირობები გააცნოს, არამედ დეკლარაცია იმისა, რომ ზელენსკის როცა ელაპარაკები, ასევე გველაპარაკები ევროპას, იმიტომ რომ ეს ომი უშუალოდ გვეხება ჩვენ და ის რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ამ შემთხვევაში ზელენსკი
კი ამის უკან ვდგავართ ჩვენ და ჩვენს გარეშე ეს პროცესი არ უნდა წარიმართებოდეს. მათ მანამდეც დააფიქსირეს უკმაყოფილება, რომ ევროპის მოთამაშეების თქვათ გამოთიშვით მიმდინარეობდა პროცესი. თავისთავად ამაში არაფერია საწინააღმდეგო თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ ინდივიდუალურად და ცალ-ცალკე ესაუბროს მხარეებს ამ შემთხვევაში პუტინსა და ზელენსკის, მაგრამ აქ ცალსახად ფიქსირდება, რომ მხარე არ არის მხოლოდ უკრაინა, არამედ არის მთლიანი ევროპა და მისი უსაფრთხოება არის კითხვის ქვეშ და ამავდროულად მოლაპარაკებებისას ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება ორ მოთამაშეს შორის, საიდანაც ერთი ღიად მსხვერპლია და მეორე ღიად აგრესორია და საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ომის დამნაშავე, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება და რომელზე ზეწოლის განხორციელებაც არის ამოცანა იმისთვის, რომ ის იქამდე მიიყვანონ, რაც მათ შორის ტრამპს უნდა, რაც არის ცეცხლის შეწყვეტა უშუალოდ და კონკრეტული წინაპირობებით. ეს არის ამ შემთხვევაში უკვე კოლექტიური დასავლეთის ამოცანა და ამისთვის მხოლოდ ორმხრივი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი. ეს არის, რასაც ახლა ევროპა გვეუბნება, როდესაც იქ ზელენსკისთან ხარდამჭერად ჩადის. მოდით ვიდრე თეთრ სახლში დავბრუნდებით, კიდევ მაქვს კითხვები, ალიასკაზე დავბრუნდეთ ცოტა ხნით რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე. აი იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ესე ცხადად რა ილაპარაკეს რუსეთის და ამერიკის ლიდერებმა, არ ვიცით. ნუ რაღაცა გავიგეთ რა მოთხოვნები ქონდა მას, თუმცა შეიძლება ესე ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ რაღაც შეიძლება საჯაროდ არ ითქვა და ახლა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრისას ტრამპმა უფრო მეტი უთხრეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ ის პირობები, რა პირობების ახლა პუტინს სურს იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, ამას არ დათანხმდება, ხო? არ ვიცი რამდენად დაფარული იყო ეს მოლაპარაკებები. პრინციპში საზოგადოებამ ამ საუბრის შესახებ ყველაფერი გაიგო. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ შედგა თავდაპირველი ფორმატი შეხვედრის, სადაც მხოლოდ პირისპირ შეხვედრა უნდა ყოფილიყო, არამედ შედგა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ორივე მხრიდან შესაბამისად მაღალი დონის მოწმეები ყავდა. და მეორე, ნუ არ ვიცი, იქ იყო ხანმოკლე რაღაც მანქანის პერიოდი, სადაც შესაძლოა მათ პირისპირ ესაუბრათ, მაგრამ ამ შემთხვევაში პოზიციები იმდენად გამოკვეთილია და რაც მთავარია, პუტინს არასდროს დაუფარავს მისი მოთხოვნები. აქ მთელ კითხვებს აი ამ პროცესში აჩენს სწორედ ის, რატომ ითრევს ფეხს ამერიკა, რომ პირდაპირ იმოქმედოს საპასუხო მის ხელთ არსებული ბერკეტებით ღიად და სწრაფად და დაუყოვნებლივ და არ მიცეს მეტი დრო პუტინს, მაშინ როდესაც პუტინის და რუსული პირობები იმთავითვე ცხადი იყო. მათ არასდროს არ გადაუხედიათ თავისი პირობებისთვის, რომელსაც ამ ომში აყენებდნენ. მათ თქვეს ძალიან ღიად, რატომ დაიწყეს ეს ომი, მათ თქვეს ძალიან ღიად, რატომ არაჩერებენ ისინი ამ ომს, რატომ ცდილობენ ისინი სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებას და რა არის მათი საბოლოო მიზანი. ან ვლადიმერ პუტინი იქ რაიმე განსხვავებულს არაფერს იტყოდა. ჩვენ რისი სურვილიც გვაქვს არის, რომ მანამ თავის მის მიერ წაყენებული პირობებიდან ნელ-ნელა უკან დაიხიოს იმ ბერკეტების და ძალისხმევის და ზეწოლის საპირწონეთ, რომელსაც ის მიიღებს დასავლეთიდან და პირველ რიგში ვაშინგტონიდან. აქ არის ამაზე აქ საუბარი, ამიტომ მას ჯერ იმის საჭიროება საერთოდ არ დაუდგა, რომ პირობები შეცვალოს ან რაღაც მინიმუმამდე დაიყვანოს. ანუ ის თავის წითელ ხაზებთან საერთოდ არ არის, ხო? აი, ესეთი რამ რადგან ითქვა ვლადიმერ პუტინის მხრიდან იმ მოთხოვნებში, რომ ამ სანქციების, ასე ვთქვათ, შეამციროს რუსეთთან მიმართ სანქციები. ფაქტია, რომ სანქციები ძალიან სტკივათ, თორე ამ რაღაცას არ გააჟღერებდნენ. აი, ახლა ხომ არ არის ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ ხოლმე, როცა ამ თემაზე ვფიქრობ და შეუძლებელია 2022 წლის შემდეგ ამ საშინელებაზე არ ვფიქრო. უფრო მეტად კაცრი რო ყოფილიყო ევროპული სანქციები და დასავლური სანქციები, შესაძლოა ესეთი რიხიანი პუტინი ამ შეხვედრაზე ვეღარ ყოფილიყო. ახლა თუ დავუშვათ ეს ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც წინა შეხვედრები დასრულებულა და არაფერი არ გამოვიდა იქიდან შედეგი, უნდა ველოდეთ უფრო მეტად გამკაცრებას, ალბათ ხო, სანქციების, რადგან პუტინმა ასეთი რამ თქვა, ფაქტია, რომ ეს აწუხებთ და სანქციების უფრო მეტად გამკაცრება კიდევ უფრო მეტს დაათმობინებს, ხო, სისხლიან დიქტატორს. პირველი კითხვით რო დავიწყოთ, ეს მოცემულობაა და შემდგარი ფაქტია და ეს არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ამ ფორმით პოზიციონირებას, არამედ
დასავლეთს რუსეთთან მიმართებით ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, რამაც განაპირობა, რომ იქ ვართ დღეს, სადაც ვართ. ჩვენ დიდი ხნის წინ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ მაღალი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ თავიდან აცილებადი იქნებოდა, რომ არა 2008 წელს დაშვებული შეცდომები, როდესაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ დემოკრატიულ ადმინისტრაციასა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა ეს ეგრეთ წოდებული რისეტი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებით არსებობდა მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის ძალიან უხეში ფაქტები, რომელზეც უბრალოდ ამერიკამ თვალი დახუჭა და დასავლეთმა კიდევ უფრო შორს წავიდა და რუსეთთან გააგრძელა არა მხოლოდ ყოველდღიური ურთიერთობა, არამედ ყოველდღიურ ხელშეკრულებებით კიდევ უფრო გაამდიდრა პუტინი, მაშინ როდესაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ და მინიმუმ უნდა სწოდნოდათ, რომ რუსეთი არის იმ მოწყობის სახელმწიფო, სადაც ეს რესურსი არ მიედინება ქვეყნის განვითარებისკენ, არამედ მიედინება კორუფციულ ჯიბეებში, რომელთაც ისინი იარაღს ყიდულობენ და დღეს უკრაინას ესვრიან. ეს არის მოცემულობა და შემდგარი ფაქტი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე რეაქცია იყო მყისიერი და ადეკვატური, არა მაშინვე, არამედ რამდენიმე დღეში, როდესაც გაირკვა, რომ ზელენსკი პოზიციების დათმობას არ აპირებს, მაშინ როგორც ვაშინგტონი, ისე დასავლეთი დაუდგა გვერდში ვერბალურ დონეზე, მაგრამ რასაკვირველია, არასაკმარისად იმისთვის, რომ რუსეთის აი ეს გაძლიერების ეტაპი შეეჩერებინა. სანქციები იყო არასათანადოდ ძიმე იმისთვის, რომ რუსეთს ვერ მოესწრო ადაპტირება და ახლა აი ამ არსებული სანქციების პირობებში რუსეთი მაინც ახერხებს თავისი რესურსის განახლებას, ახალი ადამიანური ძალის მოძიებას, სამხედრო რესურსის გაძლიერებას, იმისთვის, რომ მან მინიმუმ აი ამ პროცესში შეინარჩუნოს ის საომარი მოქმედებები, რომელთაც ის ჯერ კიდევ უკრაინას ვერ აყენებს უპირატეს მდგომარეობაში. ამიტომ კი ამაზე ცალსახაა პასუხი, რომ დასავლეთს უნდა ემოქმედა უფრო ადეკვატურად წლების წინ და ამ კონკრეტულ ვითარებაშიც. დღეის მდგომარეობით მინიმუმ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიმღებებში და მათ შორის საზოგადოების დონეზე ცნობიერება საკმაოდ მაღალია იმისა, რომ რუსეთთან დათმობებზე საუბარი აღარ შეიძლება, რომ რუსეთთან დიალოგის ფორმატი აღარ შეიძლება. ამას გვაფიქრებინებს ჩვენ მაგალითად დიდ ბრიტანეთის ძალიან მკაცრი პოზიცია, ასევე გვაფიქრებინებს გერმანიის ახალი კანცლერის პოზიცია, რომელიც ძალიან მყარია და რომელიც ამავდროულად ძალიან მკაცრად ამბობს, რომ პუტინთან დიალოგის რესურსი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი გზა, რუსეთი უნდა დასუსტდეს იმისთვის, რომ ევროპამ უსაფრთხოდ შეძლოს განვითარება და შეინარჩუნოს თავისი ძველებური საზღვრები და შეძლოს იმ ქვეყნების დაცვა, რომელსაც აქვთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა არჩეული. ამიტომ დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ საკმაოდ ჩამოუყალიბდათ ის ხედვა, რომელიც ჯობდა, რომ 10 წლის წინაც ყოფილიყო და 20 წლის წინაც ყოფილიყო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია გამსაზღვრელია ამ ვითარებაში. ჩვენ ბოლოდინი ალბათ უნდა გქონდეს, რომ ევროპა კიდევ უფრო გაამკაცრებს თავისი ზეწოლის ბერკეტებს, ისევე როგორც პარალელურად მიმდინარეობს მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, რის გამოც ის უფრო მეტი სამიზნე ხდება ვლადიმერ პუტინის, მაგრამ აქ მაინც არსებითი როლი ენიჭება ვაშინგტონის პოზიციას და რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი, რომ მათ ხელთ არსებული ბერკეტები რეალურად გამოიყენონ იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანონ მდგომარეობა და ვლადიმერ პუტინი და უკვე შემდგომ მოდალობებზე შედგეს საუბარი. დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი, ალბათ თბილისის დროით 12 საათზე ყველაფერი გვეცოდინება, რაც საჯარო იქნება და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ვიდრე დაგემშვიდობებით, აი მაგალითად რამდენიმე საათის წინ და წუხელ ხარკოვი დაბომბა, მაგერ მსხვერპლია, მათ შორის ბავშვები, იმ დროს, როდესაც თეთრ სახლში ესეთი ამბავი ხდება, ისევ აი ამ თავის საშინელებებს ჩადის, ხო? ეს რა გზავნილი იყო პუტინის მხრიდან თეთრ სახლში ლიდერებისთვის? ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა, ამას ისინი იყენებენ, ბევრგან და იყენებდნენ აქამდეც, თქვენ გემახსოვრებათ, რომ მაგალითად თუ არ ვცდები კონდოლისა რაისის ვიზიტი იყო საქართველოში და ზუსტად ამ დროს მათ საქართველოს ღიაცაზე მოაწყეს პროვოკაცია. ეს არის პირდაპირ გზავნილი იმისა, რომ ისინი საუბრობენ ძალის პოზიციიდან, რომ ისინი ამ მოლაპარაკებებს, როგორც
რაღაც არსებით შემადგენელ ნაწილს არ ანიჭებენ მნიშვნელობას, იმიტომ რომ მათი мотиваცია განსხვავდება. ისინი ფორმალურად რასაკვირველია დიპლომატიურად მონაწილეობენ ამ შეხვედრებში, მაგრამ ისინი დასავლეთს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალის პოზიციიდან, ჩვენს ინტერესში არ შედის ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენს ინტერესში არ შედის თქვენი პოზიციების გათვალისწინება, ჩვენი ინტერესების ხარჯზე. ეს არის მათი ძალიან ღია გზავნილი და ძალიან აპრობირებული ხელწერა, რასაც მოსკოვი ტრადიციულად იყენებს. ესაც არის ზუსტად ეს შემთხვევა. ამით ისინი აკნინებენ ამ შეხვედრის მნიშვნელობას, აკნინებენ დასავლეთის პოზიციებს, რუსულ პოზიციებთან მიმართებით და ამბობენ, რომ ჩვენ იქ საერთოდ არა ვართ ჯერ, რომ ახლა ჩვენ დათმობებზე წავიდეთ და თუ არ გჯერათ, აგერ ბატონო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ომს, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება. ასევე რუსული ხელწერაა, რომ ისინი სინჯავენ ნიადაგს ყოველთვის სადამდე შეუძლიათ რომ წავიდნენ. ისინი დასავლეთთან ურთიერთობაში, როგორც რიტორიკით, ისე პრაქტიკული ქმედებებით ყოველთვის ცდილობენ მოსინჯონ, სად არის ის უკიდურესი ზღვარი, სადამდეც მათ შეუძლიათ წასვლა და რის შემდეგაც მათ ეს ქმედებები აღარ ებატიებათ. ფაქტია, რომ ისინი ჯერ იქ არ არის. კეთილი, დიდი მადლობა. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე იყო კომენტარის სტუმარი. მადლობას გეტყვით ამ საინტერესო შეფასებისთვის.